Ciao, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებ ჩვენ საინტერესო თემებზე საუბარს და დღეს მინდა გესაუბროთ ესე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც მუსილებს საზოგადოებაში, მუსლიმურ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ამას უყურებს შაბლონურად, სამწუხაროდ ძალიან ბევრს უბრალოდ ჩაღრმავებული არც აქვს ეს საკითხი და უბრალოდ იმეორებს, სადაც გაიგონა, რაღაცა გაიგონა. დღეს მინდა ვისაუბრო ესეთ რამ კითხვაზე გავცე პასუხი, რამდენი ცნება დაგვიტოვა იესო ქრისტემ. ორი ცნება დაგვიტოვა თუ არის კიდევ რამოდენიმე ცნება, რომელიც უნდა შევასრულოთ ჩვენ. გაუქმდა თუ არა 10 ცნება, რომელიც გქონდა თუ არა. ეს კითხვები ყველა მე მოვაგროვ ერთად. რათა ერთად გავცე პასუხი ამას ყველაფერს ერთიანად ერთ ვიდეოში და დღეს ვეცდები ამას ყველაფერს გავცე პასუხი. მაშ ასე დავიწყო. ისტორია ჩვენ ორი ცნების შესახებ გვხვდება მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებებში. თითქოს ერთი და იგივე პასაჟია, მაგრამ განსხვავება არის რაღაც დაბოლოებებში, რაღაც იმაში და ლიბერალურ თეოლოგიებს გონიათ, რომ ეს გადაწერესო და სხვადასხვა რამე. ჩემო კარგებო, სამივე პასაჟი არის სამივე სხვადასხვა დრო, სხვადასხვა მომენტი და სხვადასხვა გარემოებას აღწევს. იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ, რატოა ხშირად ეს პასაჟი მოხსენებული სახარებებში, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ იუდაური კონტექსტი. იუდაური კონტექსტი, ისტორიული კონტექსტი. რას ნიშნავს? იუდაიზმში, ჩემო კარგებო, ქრისტეს დროს ფარისეულური ორი დიდი დაჯგუფება არსებობდა, ესა რაბი ჰილელის და რაბი შამაის სკოლები. ისინი ერთმანეთში პაექრობდნენ ცოდნაში, რა თქმა უნდა, და არა იარაღები და იმით. რაბი ჰილელის კონცეფცია მდგომარეობდა იმაში, რომ ორ მცნებაზე არის აგებული მთელი რჯული. მოკლედ რო გითხრათ, ამერიკის კონსტიტუცია აგებული არის სამ ფუნდამენტალურ პრინციპზე. მაგალითისთვის მომყავს. ეს არის სიცოცხლე, ეს არის თავისუფლება და ესაა ბედნიერებისგან სწრაფვა. ეს არის სამი ფუნდამენტალური პრინციპი, რაზეც აგებულია შემდეგ ამერიკის კონსტიტუცია, კანონმდებლობა. ეს ფუნდამენტალური პრინციპი ჩამოაყალიბა რაბი ჰილელმა, რომელიც იესო ქრისტემდე ცხოვრობდა დაახლოებით 100-დან 60 წლამდე ქრისტეს დაბადებამდე იგულისხმება, რა თქმა უნდა. ჩამოყალიბა, რომ მთელი რჯული, მთელი წერილები დგას ამ ორ დიდ ფუნდამენტალურ პრინციპზე, უფლის სიყვარულზე და მოყვასის სიყვარულზე. რაშიც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ეთანხმებოდა რაბი შამაი, მას თავისი ის ჰქონდა, ის ამბობდა, რომ მთელი რჯული მნიშვნელოვანია, მთელი 613 მცნება, რომელიც არის, არ შეიძლება მისი არც ერთი უგულებყოფა და თავარი პრინციპი ეს არის, რომ მთელი რჯული დავიცვა თავისი კანონით. რაბი ჰილელი, რაბი შამაი ძალიან კონსერვატორული ხაზს წარმოადგენდა. რაბი ჰილელი, რომ ვთქვათ, ესეთ ცოტა ლიბერალურ მხარეს წარმოადგენდა. ამიტომაც, როდესაც იესო ქრისტეს ეკითხებოდნენ, რომელია უმთავრესი მცნება, თვითონ კითხვიდან გამომდინარე უკვე ხვდებით, რომელი სკოლის წარმომადგენელია ესა თუ ის ფარისეველი. და მას აინტერესებდა, რომელ მოსაზრებას ემხრებოდა იესო ქრისტე, რაბი ჰილელის თუ რაბი შამაის. ამიტომ არის ეს სამჯერ მოყვანილი ისტორია, სამივე სხვადასხვანაირად არის აღწერილი, რადგანაც გადმოსცემს სამივე აღწერს სხვადასხვა გარემოებას. ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ერთი და იგივე ისტორია და ამიტომაც
გადამწერებს შეეშალათ ან სახარების ავტორებს რაღაცა შეეშალათ. ეს ასე არ არის, ჩემო კარგი. მაშასე დაუბრუნდეთ იესო ქრისტეს პასუხს. იესო ქრისტე ამბობს ესეთ რამეს. რა თქმა უნდა მოიყვანა ეს პირველი მცნება, რომელიც არის რჯულის მე-6 თავში დაწერილი ისმინე ისრაელო შმა ისრაელა, ეს არის ლოცვა იუდაიზმში და თელ მოყვება ამას ყველაფერი შეიყვარე უფალი შენი ღმერთი თელი შენი სულით და თელი შენი გულით. იესო ქრისტემ ეს მცნება აიღო რჯულიდან, რჯული რომელსაც ქვია თორა. თორა მეკითხავთ, რომ ეს არ არის მარტო კანონი, არამედ ეს არის სწავლა, შეგონება, არიგება და სულ ბოლოს შეიძლება ვთქვათ, რომ ეს კანონიც არის. მაგრამ კანონი არის მათთვის, ვისაც სწამს და არა მათთვის, ვისაც არ სწამს. აქ კიდევ ერთი დიდი განსხვავება და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ მე ამ განსხვავებაზე. მეორე მცნება გიყვარდეს მოყვასი შენი, ესაც იესო ქრისტემ აიღო ლევიტელთა წიგნიდან, რომელიც არის ლევიტელთა მე-19 თავში, რომ შურს ნუიძიებ შენი მოყვასი წინაშე, არამედ შეიყვარე შენი მოყვასი შენი ვითაცა თავი შენი. შურის მე-19 თავია ესა, ჩემო კარგი. ანუ საყრდენი წერტილი იესო ქრისტესი არის წმინდა წერილი, რჯული, იგივე თორა, იგივე წმინდა წერილი, იგივე ღმერთის სიტყვა. ჩემო კარგებო, როცა ვამბობთ, რომ იესო ქრისტემ რაღაცა გააუქმა, წერილი ან რჯული ან რამე, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთის სიტყვაზე. ღმერთის სიტყვა, რომელიც არ უქმდება, ჩემო კარგებო. ღმერთის სიტყვას ვერ გააუქმებ შენი ხუშტურებიდან გამომდინარე და შენი გაგებიდან გამომდინარე. არ უქმდება ის. ის მუდმივია. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთმა გააუქმა სინაის აღთქმა, მაშინ ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ის ახალი აღთქმაც არ გაუქმდება? არაფერი გარანტია არ აქვს. მაშინ ხდება სინაის აღთქმა უქმდება თუ არა? არა, რა თქმა უნდა, ახალმა აღთქმამ გაამყარა სინაის აღთქმა. ესე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ. და როდესაც ჩვენ წერთ, იერემიას წერილები მოყავს, ახლა დავდება ახალ აღთქმას. ახალი ეს არ ნიშნავს, ჩემო კარგებო, საერთოდ ახალს, რაღაც ახალი შექმნა. ახალი აქ ნიშნავს ხადაშ, გამოყენებულია კონტექსტუალურად უნდა გამსაჯოთ და თქვათ, რომ ეს ნიშნავს განახლებას. ანუ ის აღთქმა, რომელიც ედემის ბაღში ღმერთმა დაუდო ადამს და ევას, ის აღთქმა განახლდა იესო ქრისტეში. აღთქმა არ შეიცვალა. აღთქმა იგივე რჩება. თუ ღმერთმა თქვა ერთხელ გიხსნი და გადაგარჩე, ის სულ მოქმედებს და სულ არის. კი, მაგრამ მე შეიძლება მკითხოთ, რა გაუქმდა? გაუქმდა ტაძრის მსახურება, ჩემო კარგებო. ტაძრის რიტუალური მსახურება გაუქმდა, იმიტომ რომ ის აღარ არისო საჭირო, რადგანაც ის იყო დროებითი ხალხო. თვითონ რჯულში წერია, რომ ეს მსხვერპლის მცნებები არ იყო მუდმივი. დღესასწაულები მუდმივი იყო. წერია, რომ საუკუნე წესად ქონდეს ეს თქვენსთან იმაში, მაგრამ მსხვერპლს შეწირვა ეს არ იყო მუდმივი კანონი. არცად არ წერია. ამიტომ ბიბლიას როცა კითხულობთ, ცოტა დაკვირვებით უნდა წაიკითხოთ. მაშასე იესო ქრისტე ამბობს, რომ ამ ორ ცნებაზე კიდია რჯული და წინასწარ მეტყველება. რა ნიშნავს კიდია? აქ ძალიან საინტერესო ბერძნული სიტყვაა და მაგალითისათვის რომ გამოვიყენოთ, მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, ეს არის კედელზე ლურსმას რომ მიაჭერეთ და ზედ ჩამოგიდებ ტასაცმელს. აი ესეთი სიტყვა არის, ეს ამას ნიშნავს კიდია, ანუ დაკიდებულია, ანუ ამ რჯულს და თორას და წინასწარ მეტყველებს იკავებს ის ფუნდამენტალური პრინციპი ღმერთის სიყვარული და მოყვასის სიყვარული. თუ რომელიმე რჯულის კანონი, რა თქმა უნდა ეს აბსურდია, მაგრამ დაუშვათ ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულს, ან ღმერთისადმი სიყვარულს, ის არ არის რჯული და ის არის უკვე გადახროვა წმინდა წერილებიდან.
ამას ამბობს იესო ქრისტე და არავითარ შემთხვევაში ის არ ამბობს, რომ ღმერთმა გააუქმა მცნება, გააუქმა სინაის აღთქმა, გააუქმა რჯული. ეს ასე არ არის ხალხო. საიდან მოგაქვთ ეგეთი რაღაცეები კიდევ? მათეს 5:17-ში იესო ქრისტე ამბობს, რომ რჯულის აღსასრულებლად მოვედიო. აღსასრულებლად ბერძნული სიტყვა პლეროსა ნიშნავს გამტკიცებასაც. და მე მგონი გაუქმება და გამტკიცება ორი სხვადასხვა მნიშვნელობისაა, ხო? თავისთავად. გამტკიცება ნიშნავს, რომ რაღაცა დარჩა და ის უფრო გამყარდა კიდევ, ვიდრე აქამდე არსებობდა. და როდესაც მეუნება ხალხი, რომ იესომ ახალი მოიტანა, всё, გაუქმდა ძველი აღთქმა. შეეცეთ ჩემო კარგებო, ძველი აღთქმა არ ქვია იმას. ტერმინოლოგიას პირველი ქრისტიანები წმინდა წერილების წიგნს, აი რასაც ჩვენ ვძახით ძველ აღთქმას, არ უწოდებდნენ ძველ აღთქმას. ისინი მას უწოდებდნენ წმინდა წერილებს. ეს ძველი აღთქმა მოხდა, როდესაც დისპენსионალური თეოლოგია შემოვიდა ქრისტიანობაში. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკობთ, მაგრამ ანუ ჩემი მთავარი სათქმელი დღეს არის ის, რომ თქვენ კარგად ვიცოდეთ, რომ იესო ქრისტეს არ გაუქმებია არც რჯული, არც ათიმცნება და არც კიდევ სხვა რამე ჩემო კარგებო. კიდევ ბევრს გონია, რომ რჯული არის ათიმცნება, რჯული მარტო ათიმცნება არაა ჩემო კარგებო. იმიტომ რომ ათიმცნებაში არ არის და ჩაწერილი მისნობა, ანუ ეს ჯადოქრობა. საერთოდ არ არის დაწერილი, მაგრამ ის მცნებაც არქია. ანუ რჯული მარტო ათიმცნებას არ მოიცემს. კი, რა თქმა უნდა, ათიმცნება რჯულის გულია, რო ვთქვათ. მაგრამ მარტო ათიმცნება ეს მარტო რჯული არაა. რჯული ეს მთლიანი წიგნია, მთელი სწავლება მოიცავს ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაუქმდა მხოლოდ და მხოლოდ სხვებს შეწირვა და სატაძრო მსახურება. ეს გაუქმდა, რადგანაც მღვდლობის ინსტიტუტი გაუქმდა საერთოდ. საყოველთაო მღვდლობა გამოაცხადა. ახლა თითოეული მორწმუნე ადამიანი, ქრისტიანი კაცი თავის ოჯახში მღვდლობას ეწევა თავის ცოლ-შვილთან. ხალხში. ანუ მღვდელი, რომელი ფუნქციასაც აკეთებდა ძველ აღთქმაში, შუამდგომლობის ფუნქციას, ეს აღარ არის საჭირო. მაშა ასე რომ დავასრულოთ ჩვენი აზრი და ვთქვათ, იესო ქრისტეს არ გაუქმებია არავითარი რჯული, არავითარი წინასწარმეტყველები, მან გააუქმა მხოლოდ და მხოლოდ სატაძრო მსახურება, რომელიც იყო დროებით.